ალბოდი მე გავაკეთხოვდა, გავალ. ვაუ. ნა. 5 მინუტით ავტომატი ხომ არ შეგამოწმებინა. ჩემი აზრით, რადგანაც წინა ვიდეოს შემოწმებული ფუთაკები მოგეწონათ, მგონია რომ ლაიფჰაკებიც მოგეწონებათ. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება და კომენტარის დატოვება. დავიწყოთ. გადავწყვიტე, რომ სანამ კვერს ნორმალურად არ მოვხარშავ და ნორმალურად არ გავწკვნი, იქამდე შევამოწმებ კვერსთან დაკავშირებულ ლაიფჰაკებს კამერის იქითაც და თვითონ კამერის წინაც, ანუ თქვენს წინაშიც. რა გჭირდება? ტიგარდი და კვერცხი. ამფერი კვერცხი. ცოტათი უნდა ჩავხრიტოთ. არ ვიცი რა ნერდი გაიხვდება, იმიტომ რომ ჭიკარდი არც ისეთი ბასრია. სავარაუდოდ ძალდატანება დასჭირდება და ალბათ ზეც შემომეთხლიშება სახეზე ვნახოთ აბა. მოკლედ, ხრეთ. დავამატავ ცოტათი. აი ასე გაიხრიტება, ასეთი უნდა იყოს. ახლა ამას მე მოვხარშავ. მარილიან წყალში მოვხარშავ, იმიტომ რომ გამიგია რომ მასე ნაჭუჭი არ სკდება და სულ მასე ვხარშავ ხოლმე, კი მაინც მისკდება, მაგრამ მაინც მოვხარშავ და მოვა. თქვენ აღარ წაგიყვანთ მარტო წყალს, მარტო მოვხარშავ. მოიხარშა, ცივ წყალში დავაყოვნე. ახლა გავტეხოთ. მაინც მეჭვება. ვღელავ ცოტა. ეროდემდე უნდა ვღელავდე. ვინც წინა ვიდეო ნახეთ, გეცოდინებათ, რომ მე კვერცხს ვერასდროს ვერ ვწკვნი. მეტროს სული დადგა. და თემკის. გეხოთები გამოდი რა, გთხოვ. შენი აზრით გამოვა? არა. ვაიმე, პრიალა. მგონი გამოდის. თვითონ ჯერ არ გამიხარდება. გამოდის. კი, ვერცუთი ფოლტი დავთავრდა. გამოვიდა ლე. რა მაგარია გამოვიდა. პირველად გამომივიდა. ძალიან მაგარია. ნახეთ როგორ პრიალებს. მეტრო. ძალიან მაგარია. მე გამიხარდა. ამება მე რაც მინდა. მუშაობს ახლა ეს ლაიფჰაკი მუშაობს, ესე იგი თან როგორი მარტივია ჭიკარტი. ჭიკარტა და ეგა. ჩახარშე და მოიხარშება და თან სხვა შორის არც სკდება ეგრე. არ ვიცი ჭიკარტის ბრალია თუ არა, მაგრამ ძალიან არის. ამ ლაიფჰაკს 10-დან 10 თან საკმაოდ პრაქტიკულია, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, ანუ დრო არ გეკარგება, უცებ ჩააჭიკარტებ, გახვრეთ და ეგა. გადავიდეთ შემდეგ ლაიფჰაკზე. როგორც მივხვდით, შემდეგი ლაიფჰაკისთვის დაგჭირდება თეფში, ჭურჭელი, თოჯინა და ეტიკეტი. ეს ვისაც გახსოვთ წინა ჯერზე ავმივიდა ბუსკვერცხში, არა, კოშკში. იმედი მაქვს, რომ არ გაფუჭდება. მოკლედ, ლაიფჰაკის გასაკეთებლად საჭიროა მგოგოს გავხალოთ და თმები აუწევთ, იმიტომ რომ თმაზე თუ დაესხა ის მდუღარე წყალი, რავი, შეიძლება გაუფუჭდეს და თმის გაფუჭება არ შეიძლება. აგერ მაქვს იზინა. თმა აუწიოთ პირველ რიგში. ასე. მე კეპი მოვაძროთ ნაზად. იმით თავი გადაიღუნა. ესე დაუტოვებ გავხადოთ. კაბაც გავხადოთ. ფეხს მე ეცვას. ამას ავიღებთ, შემოვაკრავთ და წესით შემოეკრება. ახლა მოვიტან მდუღარე წყალსაც და დავასხა. წევედი მივიტან. უი. მოდი ისე დავასხა. მორორი. ნუ საქვს ძალიან ხარისხიანი და სქელი ეტიკეტი და ლიპტონს ქონდა ქიხია თუ რა. დავრჩი იმედ გაცრუებული. ვერ წარმოვიდგენ თუ ესეთი თუხთუხა და მდუღარე წყალი ვერ დაადნო და ამ რაღაცა თხელ ეტიკეტს, მაგრამ ვერ დაადნო. სამაგიეროდ ის თოჯინა თითქმის დადნა. სავარაუდოდ თვითონ ეტიკეტი იყო ძალიან ხარისხიანი და მაგიტომ არ გამოვიდა. მაგრამ არა უბრალოდ შემდეგი გამოვა. გადავიდეთ შემდეგ ლაიფჰაკზე. ვიღებთ ბურთს, ვიღებთ ტელეფონს, ჩემი ტელეფონი ცოტათი ტაფაა და შეიძლება არა გამოვა. ავადობის მერე ცოტა ჯანზე მოვედი და წესით ახლა კარგად გავუპერავ. ასუთი გზები მეტყინა.
აუთობრო დამეხავა იმე მათ გავნელდა საღოლმაკა ყმები მითგაცუნებს რა არა რა გახეთქავს რა ამ უნდა დააჭირო ზრუგოს კაი, მე გავბერა უღონდა. ეხა ერთ შებიროზე გავბერა. ურაბში დიდი გაიგეთ? ვერ მიკეთებ ტრაგუსი მაგ. აუ, მოდი მე გავაკეთხოვ რა. გავალ, კაი? ლემა გავალ. აუ. ნარა, დეშინა ფეჩიტა. დეშინა ვაიმე ლემა რანაირად შვები. გამოვიდა. ჩემი ჩართული იყო? ხდებულოს ვამბობდი. აუ რა მაგარია გამოვიდა. ნახეთ რა მაგარია. აუ ძალიან მაგარია. აუ რა კაი არის უხურეთ. არ ვიცი რაში უნდა გამოიყენო ეს ბუშტ გადაკრული ტელეფონი, მაგრამ მაგარი არის ძალიან. შემდეგ ლაიფჰაკს არც დავასჭირდება და არც ისეთი არაფერი არ მოხდება, რომ გასკდეს და შემეშინდეს. მაქსიმუმ რა ვიცი ეს თებში თუ აი ესე ვისვრი და გატყდება, მაგრამ არ ვისვრი. ვიღებთ სუფრის ხელსახოცებს. გლეჯით. თითოთი. I'm back in my bed. რა? არა ფუჭდება. აუ არ ვიცი თეთრი რო გამოჩნდება თუ არა, მაგრამ ეს თუ უნდა გამოჩნდეს. ასე ვიღებთ. რა მაგარია. პირველი ლაიფჰაკია, რომელიც გამომივიდა. ცოტა იმას გავს რა ქვია. აი, გამოყენებულ ტუალეტის ქაღალდს. მე ისევ ვქენავ, კიდე კარგახან უნდა ტრიალო, რომ მე ესენიც აიყოლოს, რაც ძირში რაც არის. მაგრამ რავი, ხო დავინახე რომ გამოვიდა. კარგი ვიცი, მაინტერესებს მაინც. საით ვატრიალებდი იქით ხო? ცოტა დამეჭმუშინა, მაგრამ მუშაობს. ეს ლაიფჰაკი მუშაობს. გადავიდეთ შემდეგ ლაიფჰაკზე. მე გადასვლას გავაკეთებ თქო. და შემდეგი ლაიფჰაკისთვის დაგჭირდება ზედა. მე არ ვიცი იმდენად რომ ყურამ ვიდეოს, მაგრამ მაინც ვერ დავიმახსოვრე ასე რომ თან შევხედა და თან ყურების პარალელურად ესები რომ გავაკეთო. უკეთეს წარმოსახვისთვის ეს ABC დავიმახსოვროთ. ეს იგი A-ს მოკიდა, B-ს მოკიდა და რა მე საწავლა. A-ს მოკიდა, S ხო შეუკეცა. და მე წაიღო აი აქ. სუბოლოში არ მე მოკიდა. ასექნა. უი, ეს გავროსტოთ. ხო ქნა ეგრე და გამოვიდა. ასეა. ხო გამოვიდა. მაგარია. ნუ მე ამას კიდე ეს როგორც გინდა მიკეცავ და მოკეცავ, ოღონდ ლამაზად ესე არა. ვიწყებთ გადმოკეცვას ასე. კლავსაც ასე ვაყოლებთ. ანალოგიურად ვაკეთებთ აქეთ ამ მხარესაც. ასე. მე ასე. აი მე რა მაგარია. გინდა ასე დადე, გინდა ასე დადე. არ აქვს მნიშვნელობა. რამდენჯერმე რო გავიმეორე, პრაქტიკაში კიდე ბევრად კარგად და პროფესიონალურად დაიკეცება. ახლა პირველად გავაკეთე, არ გამომივიდა კარგი.
ეს ორი ლაიფჰაკი ძალიან კვალოფილი ვარ. ჰუდის დაკეცვის ტექნიკითაც და მაისურის დაკეცვის ტექნიკითაც. გადავიდეთ შემდეგ ლაიფჰაკზე. თუმცა სანამ შემდეგ ლაიფჰაკზე გადავალთ, მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე ლაიფჰაკი არის ისეთი, რომელიც წინააღმდეგ უკვე მედო. იმიტომ ვდეფაქ, რომ ის წინააღმდეგ წამიშალეს და ამ ლაიფჰაკებმა და ამ ვიდეოებმა ვერ მოასწრო დღის-ნახვის ნახვა. შესაბამისად აქ დავდებ. ასე რომ ის კომენტარები რომ ეს ვიდეო წინაზე ხო იდო და აქ რაღაცოდებთ არ იყოს. დაგჭირდება ძაფი და ფრიცელი. მაგრატელიც. ძაფს მოვაჭრათ ცოტა. ნემსის გჭირდება და დამახვიწოდა. უნდა გადავკეცოთ. ასე გადავკეცოთ. და არასწორად ვაკეთებ, მაგრამ ეგრეა. მე ვიღებ ნემს. ასეთი ფორმა უნდა მიიღოს. თუ დავიღალ, მგონი ნემს აქვს. ძალიან წვრილი ყუნწი. მოდის. კი შვიდჯერ ვუყური ლაიფჰაკს, მაგრამ თურმე დამავიწყდა და არასწორად ვაკეთებდი. ანუ ეს უნდა მოიჭრას. აი ასე. ძაფის კიდე უნდა იყოს აი აქ მოქცეული. ასე უნდა გავუყაროთ. მე ეს ნაწილი რაც გამოვიდა მეორე მხარეს მოვაწიწკნოთ. გამოვიდა, მაგრამ იმდენი წვალება უნდა, რომ ან შეიძლება მე ვიწვალე ბევრი არ ვიცი. ამას ისე ვისჯობია წინაზე რომ შევამოწმეთ ჯაგრის ზერვადებ. ის წარმატები იყო და მართლა კარგად გამოვიდა. მაგრამ ისიც გამოვიდა. მოკლედ ეს ლაიფჰაკი მუშაობს სიმართლეს შესაბამება, მაგრამ ძალიან საწვალებელია უბრალოდ და არც ისე ეფექტურია ჩემი აზრით და არც ისე პრაქტიკული. გადავიდეთ შემდეგ ლაიფჰაკზე. და დაგჭირდება ხელთათმანი და ქილა. რაიმე მოხუფული ქილა. მარჯვენა ეს. მე ისეც ძალიან მაგრად ხსნი ხოლმე ზოგადად ქილებს არ მიჭირს. მაქვს ჯანი, მაგრამ ნახოთ ახლა ეს გაამარტივებს თუ რა საქმეს, ძალიან მაინტერესებს. ვაიმე! ახლა ეს იყო ცუდად დახუფული თუ მართლა მუშაობს? ერთად ისე უნდა ვცადო ხელის გარეშე. დამიკეტე ძალიან ხელის კი არა, ხელთმანის გარეშე. მაიცეოსანი, მაგრამ ძალიან ადვილია ამით. ანუ საერთოდ ჭირდება ძალისხმევის დატანება და ძალა. მუშაობს. გადავიდეთ შემდეგ ლაიფჰაკზე. და დაგჭირდება გაუბედურებულზიანი უთო, საფელი, მარილი და ტილო. ტილოს ასე დავაფენთ. მოვაყრით მარილს. და სანთლით გავპოხავთ. რა არის უთო? უთოს გავპოხავთ სანთლით. და ჩავთოთ უთო. არ მგონია ამ უთოს რამე შულს ამ უთოს ძირს. მაგრამ ნახოთ, ჩემი აზრით არ იმუშავებს. გაცხელდა, დავიწყოთ გაპოხვა. უჩოდები. მგონი ძალიან არ უნდა. იქნებ ჩართვას არ უნდა. გამოვთოთ. დავდოთ რომ გაცივდეს და მე გავსანთლოთ. მოკლედ ცოტა შეგრილდა, დავამატებ. და მე გავუთოთ მარილი. ავიღოთ უთო. რა არის ეს? რატო ცოცავს? გონი უარასაც მიიღე. ნახო ძირი? ვერ ვიყო დანამდვილებით ვერ ვიტყვი ეს ლაიფჰაკი მუშაობს თუ არა, იმიტომ რომ საბოლოოდ მე გავაკეთე არასწორად. შეიძლება ძალიან გავაცხელე, ან შეიძლება პირიქით საერთოდ არ გამაცხელებინა. მაგრამ რო არ გამაცხელებინა, რანაირად გაიფოხებოდა. ანუ სანთლი რანაირად მიადნებოდა ზედ. არ ვიცი, თან ვიდეოში არ ჩანდა უთო ჩართული იყო თუ არა. ნუ არ ვიცი. ან მუშაობს ან არა, თქვენ დატესტეთ და მე დამიწერეთ კომენტარებში. მუშაობს თუ არა. გადავიდეთ შემდეგ ლაიფჰაკზე.
შემდეგი ლაიფჰაკი ის დაგჭირდება კვერცხი, ჭურჭელი და წყლით სავსე პატარა ჭიქაო თითით ჩავწვით ჩიქნით. ესე იგი ვტეხავთ კვერცხს. გადაიგეთ ჯუჯუ. ისე ვტეხავთ რომ შევეცადოთ ნაჭუჭი ჩავაყოლოთ. არ ჩაყვაი მე ძალიან უყვარს ჩუპას კვერცხის გული. მოკლედ უნდა მოვატეხოთ. ჩავაგდო იმ დროს ხანერად არ გამოვიდა. მშრალთიც ვასველებ ჩუკა ხო არ უშლის. და უნდა ამოვიდეს რა. ჭირდა. მეორე მშრალთიც ვაწობთ წყალში. და უნდა ამოვიდეს რა. მესამე მშრალთი. არ ამოდის. მესამე მშრალთიცაც ვაწობთ წყალში. არ წოთი ეწებება. კაი თუ. აჰა, განუკი. არც ეს ლაიფჰაკი არ მუშაობს, არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს რაღაცა ყველა ლაიფჰაკი უმუშევარია. ან შეიძლება მე ვერ ვაკეთებ კარგად. გადავიდეთ შემდეგზე. იმედია რომ ის იმუშავებს. მოკლედ, დაგჭირდება დანა, დაფა და ნიორი. სპეციალებს რო ვატყაპუნე ძალიან მისმის ხო. რა რაშოს. ისე ნიორი უნდა გავჭრა ჩუაზე და მე ეს დანა დავარტყათ და უნდა გაყაროს ნივრები. უბნის მაღაზიაში ეს ერთადერთი ნიორი იყო, რომელიც შედარებით საღი ჩანდა, ხო და ეს ავიღეთ, არ შეიძლება იმის გამო რომ ძველია, კარგი არ გამოვიდეს. ნახოთ აბა, ესე იგი უნდა გავჭრათ შუაზე. არ იჭრება. მიხვრეთ. ავდგები რომ ისე დავაწვე. ვინმე გერთ რა არის ეს? და როგორც იქნა? ასობაში გავხადე. იურს. ვაი მირა ლამოზი, ესეთი ნიორი გინახავს. მიერა. არტო ვიდეოებში. ასე და მო დავარტყა და გაყაროს. მის შანსი არ არის რომ გაყაროს, რა უნდა გაყაროს. ხუდიში კატებო. ამიცდა. მეორესაც დავარტყა. ყარა. ნივრის ბრალი. არც ეს ლაიფჰაკი არ მუშაობს. ელმენტ გაწრებული ვაფშე აი. თუ რა უღეხა მას. შემდეგ იმუშავებს უიჭველი. დაგჭირდება ბუშტი. ამას რა ქვია? წებოვანი ლენტი, ნემსი. ხო, და ნემსი. პირველ რიგში უნდა გავუპეროთ ბუშტი და მე ხან გავუპერავ. ой მე ძალიან დიდი ხანია ბუშტი არ გამბერავს ფუგა. ძალიან ძლიერი. კარგი ხარისხის ბუშტია. არ იბერება მარტივად. რთულია, შენ როგორ ბერავ ხოლმე? მეტია. როგორი წითელი არის ურით? გადავყვანოთ. მე დავაკრათ. ებოვანი რენტი. ის პატარაზეა, მაგრამ მე დიძე დავაკრავ. ჯერ რომ მომეჭრა და მე რო დამეწევა შეიძლება. ეს რომ არ დაკარგოთ ხოლმე ის მე. ასე უნდა მოახვილოთ. ასე მოგეცოთ და არასდროს არ დაგეკარგებათ. თავი, მამაც შემასწავლა ეს. კი, დაგჭირდება ნემსი, მე ზოგადად ძალიან ქუშაფსია ვარ, ხმამაღალი ხმების ძალიან მეშინია და ახლა ამისის ძალიან მეშინია. ეს რო გასკდა სხვა არ მეტკინება. ძალიან მეშინია მართლა. მაგრამ მე მაგარი ვარ და შევძლებ. აუთომია შენქენ. წვერი მიადე. მე თვალები დახუჭა და ის ჩარჯა. თვალებში დავიგნებდა. ჩი მომეცი. მაგრამ მე ვინანებ მე რო არ გავაკეთებ. მაგრამ ექსტრემალური საქარილების არ მეშინია. მე არ შემიძლია, კაი შენქენ. ფურა ქუშაფსიავა. ესე ვიღებთ, ამას არ. ამას მე გავა. ტირილიც მოვასწარით. მოკლედ რა, რამდენი იცინე, როც რამე მოგდის. აი, რა მეთქვა? ვიცოთი. და რაღაც მეთქვა არ დამოვიწყდა. ნერვიულობისგან. არ მუშაობს. არც ეს არ მუშაობს, ალა. მარტო ის მუშაობდა ნემსი რო გაიყარა, კი არა, ძაფი რო გაიყარა ნემსში ფურცლით.
მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, ასე მიწურა ჩვენი ვიდეო. არ ვარ გმაყოფილი მე პირადად, იმიტომ რომ მინდოდა რომ რომელიმე ლაიფჰაკს აი ემუშავა რა ეფექტურად, მაგრამ არც ერთი არ ემუშავა ეფექტურად. ის მემში და ძაფის ლაიფჰაკის ძალიან საწვალებელი იყო და იმედ გაცხრებული იყო და ძალიან შეშინებული. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება, რომელი ლაიფჰაკი მოგეწონათ, რომელმაც არ ემუშავა. ყველაზე მეტად. და კარგად. შევიდეო.